ბევრჯერ შევხვედრივარ ხოლმე სოციალურ ქსელებში ბატონობიძე და ესეთ რაღაც მშობლები რო წერენ ხოლმე ბავშვს ასეთი რაღაც ჭირს რა ვქნა. მინახავს ხოლმე რომ ბიძინას მიწერე პასუხს აუცილებლად გაგცემს და რა ვიცი არ იქნება ეს მარტივი დარწმუნებული ვარ. მაგრამ კიდევ ერთი დიდი მადლობა რომ თქვენი იმედი აქვს მშობლებს თუნდაც პრინციპში მოსვლას და ექიმთან კონსულტაციას ალტერნატივა არ აქვს როცა საჭიროება, მაგრამ ესეთი იმედით რო ხართ მშობლების კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. ერთ-ერთი აგერ ვარ მე თვითონ მაქვს მიწერილი დაახლოებით 4 წლის წინ რაღაც გამონაყეზოდა შემოვიდა ბავშვი და გამონაყარი უცებ აი ვუყურებდი როგორ ჩდებოდა ხელზე ლაქები. და მივწერეთ ბატონ ბიძინას სურათი მოგთხოვეთ, ჩავუგდეთ სურათი და რო ნახა აუცილებელია ექიმის პირადად ნახოს ექიმმა. ანუ ძალიან მისაღები იყო ჩვენთვის, არაფერი საგანგაშო არ არისო, მაგრამ აუცილებელია ექიმის რჩევა. აი ეს არაფერი საგანგაშო იყო ჩვენთვის ძალიან დამამშვიდებელი, რომ დაველოდეთ ორშაბათს და მე ვირე უკვე ექიმის რჩევით ვიხენწვანე. მერე დიდი მადლობა რომ თქვენ ეს ამბავი ასე თქვათ ესე გამოიტანეთ და გააღნიშნეთ. მე ეს განმარტება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად შეუძლია და არავის არ ეგზალება ჩემთან პერსონალური კომუნიკაცია. მაგრამ ერთი განმარტება უნდა გავაკეთო. განსაკუთრებით, როდესაც ჩემი პაციენტები არიან, რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებლობაც მაქვს და ვალდებულებაც, იმიტომ რომ ეს უკვე გავსინჯე, მე ის უკვე ვნახე, მე ის შევაფასე და ასე თუ ისე სიღრმისეულად ვიცი იმ კონკრეტული დაავადების ნოზოლოგიის და ეპიზოდის შესახებ. ამიტომ რა თქმა უნდა, იქ ცალსახად მე ყველა მიცის ეს რომ სამსახურის მიმდინარეობის დროსაც კი პასუხს უკან უბრუნებ და ხშირად ჩემი კოლეგები ხუმრობით მეუბნებიან რომ ნუ გააფუჭა ეს ხალხი. ბატონი მოვიდა ერთი ჩემი პაციენტი ასაკოვანი კაცია, რომელიც ღვინის წარმოებითაა სხვათა შორის ასე თქვა პროფესიულად და ცხოვრობს კახეთის ერთ-ერთ რაიონში და მე თქვენ რო პასუხს ასო კითხვას დაგისმევთო და SMS იმ წუთში მიბრუნებთო კაცო ჩემი რაიონის ერთ-ერთ ქირურგს რაღაცა დავიკითხეო რომ ესაც დიდი წლებია ვიცნობო და გავიდა 2 დღე და მე მომწერა პასუხიო და რომ მივადექია მესიჯებითო თქვენითო შენ ახლა ამაზე დაკავებული ხარ ესა 2 დღის მე რომ ვიცი პასუხი ხო და ამიტომ ერთის მხრივ ესია მაგრამ აი უცხო ადამიანებთან დაკვალიანება რასაკვირველია შემიძლია, მაგრამ აი პასუხისმგებლობის გაზიარება ძალიან რთულია. აი ზოგიერთი მოგთხოვს ხოლმე რომ იქნებ წამალიც მითხრა, იქნებ აი როცა ბოლომდე ექიმი ვერაცნობიერებ, არ გასინჯე, ხელით არ შეეხე, რაღაც ანალიზით არ დააკონკრეტე, ძალიან რთულია და ხანდახან როცა მეტი გამოსავალი არ არის, ვეუბნები რომ აი მივდივარ ამ ასე ვთქვათ რისკზე და თქვენს გაიზიარეთ მაშინ ეს პასუხისმგებლობა და ეს არავის არ ასე ვთქვათ არ ეუხერხულოს თუ არ ეხამუშოს რომ მე შეიძლება ესე დაკონკრეტება ვთხოვო, იმიტომ რომ ექიმობა არის ძალიან რთული ნაწილი. ჩვენ ვიცით ახლა ევროპის ქვეყნებში ექიმთან ესეთი კომუნიკაცია პრაქტიკულად არ ხდება. ესეთი რამ ჩვენი გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი ეს კოლეგებისთვის არის წარმოუდგენელი ამბავი, რომ ვინმე ხა ექიმს უშუალოდ მიწეროს და უნახავად პაციენტის რაღაცა რეკომენდაცია. ეს არ ხდება. თუმცა ეხლა არაფერი ახლა უნიკალური არ ხდება. აი მაგალითად ბრაზილიაში ესეა თურმე. აი ცოტა სამხრეთის ტიპის ხალხებში ეს მიღებულ ამბად ითვლება თურმე და ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია ვერ გებით ამ სიტუაციას, მაგრამ არის ხანდახან ლიმიტი. აი მე მქონდა ერთი ცუდი, ასე ვთქვათ, შემთხვევაც ესეც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არ დამავიწყდება არასდროს, როცა ასეთი თხოვნით უცნობ ადამიანს ძალიან მარტივი რაღაცა მალამო გამოუწერე და ბავშვისთვის დახმარება მთხოვა. და როგორც აღმოჩნდა მე რეტროსპექტულად ამ მალამომ შედეგი არ მოიტანა, ხო? და გაჩნდა უკვე მეორე პოსტი ჩემგან დამოუკიდებლად და ის ითხოვდა ესეთ რაღაცას. იქნებ დამეხმაროთ სხვა ექიმთან მისვლის თანხის მოგროვებას თხოვდნენ ადამიანებს ჩარიცხვას ანგარიშზე, რომ გვარს აბობდნენ ჩემს ვიყავით, დანიშნულება რაღაცა მოგცა უნახავად, მაგრამ შედეგი არ იყო. და იქნებ იმასთან მივიდეთ, მაგრამ იმასთან მისთვის თანხა არ აქვს. ჩემთან მოსვლის კი არა, სხვასთან მიდის. და ამ დროს 1000 კომენტარიდან 800 იყო ესეთი. როგორ იკადრა ბიძინა კულუმბეკოვმა უნახავად მალამოს გამოწერა პაციენტთან. ამან იმდენად დამთრქუნა, ეს იყო 7-8 წლის წინ და მე ვთქვი, რომ აი სწორია ის 800. ხა ცოტა ვაჭარბებ 800 ალბათ არ იყო ეს ასეთი, მაგრამ ადამიანები პირიქით მე მადანაშაულებდნენ, რომ რატო გამოუწერა ბავშვი, რომელიც მას არ უნახავს რაიმე თუნდაც მალამო ხო წარმოგიდგენიათ, ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს დახმარება რჩევის სახით შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება არსებითი მკურნალობა და ზოგს გული წყდება, რომ აი მანდამაინც უნდა მოვიდე და ფულს მთხოვდა, ამიტომ არ მაძლევ დანიშნულებას და აი აქაც ასე ვთქვათ ემოციურად ისე მოქმედებს მე ეს ჩემზე, რომ შეიძლება 2 დღე დაღამე ამ სიტყვებზე და ამ ასე ვთქვათ ვორდინგზე ვიფიქრო, რატო თქვა ადამიანმა